გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა მივდივარ უფლისციხეზე მარტო და აი მოპედით ნახოთ არ ვარ ნამყოფი და მაინტერესებს როგორია ნახვა. Daltreabdi tanvera Uvrovera Orisati da sami Lisistri sasaho Sanura qavida Udasera Vasili Juristan უნდა გავიდე Lisistri sasaho და Udasera qavida ეს Lisistri sasaho იგი ვასილი ჯურისკენ მივდივარ და ეს ვასილი ჯურისკენთან შემოვედით. აქედან უნდა გავავიდეთ დივანში და მე შემოვედით დივანში და დივანში როგორც ყოველთვის არის კაცობი ვასილს მარადია ამი და ეხლა ვაგრძელებ გავაგრძელოთ ჩვენი სოლო გასვლა გავაგრძელოთ ავარი კაპრიოლეტი და ამაზია ეხლა და საუბრობ Natile a visto la lambda siamo in colera la gente Nicol artist bravo dai la via telesa museo sulla alla ciao Divar un guarda che guarda No, faccio mădălăba aici, lor, tigaria, da, tagna. Bolele? Ala. Este un da uculă, pe greu, nu da, Stai ca mai na fare. Este nouă zi. Da, mucila să o la mazia, la mazia, da. Da, Cargue xalqi davedi sekidan davedi ar masua xola xosebit გამოუწდა ველოსიპედი და ხამდე არ ვარ აუ რა ლამაზია ორი კლასი ვარ. ულამაზესი აკადემია ორი კლასი. შემოვედი კავკასიისიდან გავედი. ეხლა მეფის ქალაქი. მეფის ქალაქიდან დამთავრდა ეხლა შემდეგში შევა. ამგვარ საჩუქრები მეფის ქალაქი. ისევ გოლიკასო, ისევ გოლიკასკენ მოხდა. გოლიკასკენ მოხდა. Safireci. Safireci. Zanat davedi. Elis mendexo. Alaka suvarde. Safireci. Samoedi da darakal. Kali damkhavda. Ეხლა ნახოთ საჩელზე ვარ.
დოესეში. ეხლა უკვე სოფელი დოესე. What? მოგლაც ეს დოესე აქ მოვედი, აქ ცოტა ჩიგიში დავიწყენოთ, მოვედი. და დავაჯეროთ 15 წუთი დაგვრჩა გზა. და თქვენ კიდე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და მოიწონოთ ვიდეო რა. და ბევრი ესეთი მოგზაურობის ვიდეო მექნება, მე და ჩემს მოპედს ერთად გადავხდება თავს და თქვენც გაგიზიარებთ. შევხვდებით ვიდეოში, აბა დროებით. დოესეში ვარ და ვაგრძელებ გზას. დოესე ჩანს დამთავრდა, შევდივარ შემდეგ სოფელში. 12 წუთის გზა. მეგობრებო, აფრიკა მიხოლტო უპირისპირდაში. არა მოჩა. აი კამერაში განძონა დავუჩინე და ეგ არ ვიცი, რომ გონის მაგიტოვა. რა მე კარგად ჩანს. ხახორელიდან გადმოვიყვეთ მარჯვნივ ქვევში ამოვედი და აი პინჩას ვიხე და იქ დავდივარ ჩვენ. ნახო, მოპედით სადამდე შეიძლება შეცვლა. მე რა მანდული ფეხით უნდა ვიარო. და სოფელი ხახორელი. როგორც მასწავლებელი და ეს მანქანა გამწდება დაგანახეთ რა ძველი შეიძლება შეიძლება რამე დაწეს შეიძლება იყო ახლა ხიძე გადავდივარ ვიჭო ალამაზია ბიჭო რა კარგად ილასვარ წინ გამოჩნდა უფლის ციხე ალამაზია 15 ლარის ბილეთი და აი ნახეთ სადა ვარ მოვედი უფლის ციხეზე ვარ მოვედი შევდივარ ახლა ასასვლელთან მივარ მითხრეს რომ პირდაპირ და ხელმარჯვნივ ეს შემოსასვლელში შემოვედი და პირდაპირ და ხელმარჯვნივ არის ასასვლელი წამონახოთ შევიდეთ დავაყოლეთ აი კიბეებიც გამოჩნდა და გონი მანდ არის აი აქ მოვედი ესე წერია ყველა ასეთ ყველაფერი წერია კარგ წავედით ავიდეთ კიბეებზე ძალიან ლამაზია აქ როგორი ქვიანი ბილიკი ყვებიანი ბილიკი მიყვება უფლის ციხისკენ ესეთი ქვიანი ბილიკი მიდის უფლის ციხისკენ მიდივარ ავდივარ ლამაზი ადგილი აი დაგანახოთ თქვენს ულამაზესია აგეთ დინარე ჩამოდის ესეთი კიბეები ესე ადიხარ აი უფლის ციხეზე დაახვიდე ეს სურვილი თავისრულე ჩამოვედი უფლის ციხეზე რომ ეშინოდა რომ დაკეტილი დამხდებოდა არ დამხდა ნახავ ახლა ავალ ზევით თქვენც დაგათვალიერებინებთ მოპედით ჩემი მოპედით თბილისიდან ჩამოვედი აქ უფლის ციხეზე ახლა ნახოთ უფლის კავკასიური ხულიკი ქვია ჩივის აკაური ადგილი ძალიან ბევრი ტურისტია აქ კავკასიური ხულიკი ესენი იყო ოთახე
ოთახები, საცხოვრებელი. აი აქ ესეთი მარანი უნდა ალბათ ეს მარანი იყო. აქ სათავსოები წავედი. ვაცები ნახებოდა. აქ სათავსოები. იცი? ეს მარანი იყო და აქ იყო ალბათ ოთახი საძინებელი. ესეთი გადასასვლელები ჰქონდათ. არაბები ერთმანეთში. ძალიან მაღაზია აქ. ეს ერთი ნაწილი წამოწოდა ზევით ავიდეთ ეკლესიასთან ავიდეთ და ის დავათვალიერებთ აი წავედით. ოთახები ან სათავსოები ან საჯინოებოები იყო ალბათ. აი ახლა იქ ეკლესიასთან მივა. ძალიან ბევრი ტურისტი აი ძალიან. ზის ღმერთის სათაყვანებელო ადგილი აი ეს აქ. ეხსადავზობლები და ზის ღმერთს ცემდნენ თაყვანი. უმლის ციხის შესახებ პატარა ინფორმაცია აგერ უფლის ციხისა. მოკლედ უფლის ციხე არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ნაკვეთი კლდეში, რომელიც არის 3000 წლის. ის მდებარეობს შიდა ქართლში, გორში. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ის იყო უძველესი ქალაქი, კლდეში ნაკვეთი, რომელიც არის სავაჭრო და პოლიტიკური თავშეღების ადგილები და აქ დარჩენილია ძველი სახლი, საცხოვრებლები, ქუჩები, დარბაზები, სავაჭრო ადგილები და ასე შემდეგ. ეს უფლის ციხე ღიაცის ქვეშ არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალია, რომელსაც ხშირად ბევრი სტუმარი სტუმრობს და უცხოელი ტურისტი ჩამოდის აქ. ეს იყო მცირე ინფორმაცია უფლის ციხის შესახებ. ესაა თამარის დარბაზი. აი ეს იყო თამარის დარბაზი. ეს არის თამარის დარბაზი. ეს იყო მაშინდელი საწნახელი, რომელიც იწურებოდა კედელი იწურავდნენ აი აქ. ეს მაშინდელი საწნახელი. და ქვევრის პატარა ნატეხია. მგონი აქ ასხავდნენ, ინახავდნენ ღვინოს. ეს ყოფილა დიდგვაროვნების და თავადაზნაურების შეკრების ადგილი. აქ ქვევრის მუდივარი ვიცი რა შუაშია, მაგრამ სამნაირი ბაზილიკი. სამნაირი ბაზილიკი იდგა აქ. ყოფილა მაღალტახტიანი დარბაზი. აი ეს. აქ არის მავალია. დიდი ტახტები, აი ეს დასაჭდო მეუბნები. ეს არის მაღალტახტიანი დარბაზი. აუ რა გაიჭერი. რა კარგად არის გაკეთებული. ლამაზ. ციხის ფონზე გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ვიდეო. შემდეგში ვეცდები შევხვდეთ ვარძიაში. იქაც გადავიღეთ ვიდეო. აბადროებით. ქვევით იქ ჩანს ნაქალაქარი სახლები არის, მოჩანს ნანგრევების. ესეც ალბათ რამე სათავსო იყო. რაღაცას ინახავდნენ, არ ვიცი, თანხმაზე აქ. შემდეგში მართლა ვეცდები რომ ვარძიიდან გადავიღო. ძველი შემორჩენილი კედელი ნანგრევები.
როგორ კედლები იყო. ლამაზი აქაურობა და კვირდებით ამის ფონზე ამ უფლის ციხის ფონზე იმედია ჩანს ჩემთან აი უკან რომ გადავიგებ კიდე ბევრ ვიდეოს და საქართველოში ბევრ კუთხეში ვიმოგზაურებ და თქვენ არ გამოგჩენთ ჩემი ვიდეოები და არხიც რო გამოიწეროთ. მადლობა წინასწარ ყველას. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით. სახელებისავით გამოქვაბულში და გონი იქაც წინ იყო აი ეს მთელი კლდე იყო სახელები და აქ მე ქვევითაც ჩანს იქით აი იქ დაბლა ძველი ნასახლარებია სართულებად იყო შეიძლება რა კოხტა დარბაზი გაკეთებული და ლამაზია ორნამენტები და ლამაზია ძალიან. ზეჯადის კიბეებია. ამოჩავდით. საინტერესოა მაშინ რა დონის განვითარება იყო, რომ აი ესეთ კიბეებს აკეთებდნენ ხალხი. რა დონის ჭკვიანები იყვნენ ადამიანები, რომ აი ქვაში როგორ ჭრიდნენ, როგორ აი ამ კიბეებს, რანაირად ჭრიდნენ ქვაში, რანაირად გამოყავდათ ამ სახლები ან კი თქვენ ხო წარმოგიდგენია რა ძალიან შრომა და კარჯა და მოთმინება უნდა კონდეს, რომ აი ეს ყველაფერი გააკეთო ქვაში. გამომიწერეთ ხალხო, გამომიწერეთ, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია და დიდი მოტივატორია, რომ ისევ განვაგრძელო საქართველოს კუთხეებში სიარული და გადაღებები და გთხოვთ თუ გამომიწერთ, კარგი იქნება. მადლობა წინასწარ ყველას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. არ ვიცი შემდეგი ვარძია იქნება და მესხეთი იქნება თუ არა, მაგრამ ვარძია და მესხეთი აუცილებლად იქნება, მაგრამ შემდეგი ვიდეო იქიდან იქნება თუ არა, ეგ ზუსტად არ ვიცი. აბა შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. მოვედით თბილისისკენ დავიძარით. დავწერათ საათი და 30 წუთი უნდა ვიყო გზაში. აბა ჰე, აბა ხო, აი. მოგზაურებ, ბევრი მოგზაურებ. ანა, ჩემი ვიდეოები ნახეთ, ბევრი მოგზაურებ. ვიწყებ მოგზაურებას საქართველოს მასშტაბით და ნახეთ ჩემი ვიდეოები.